დღეს რუსთაველზე ვინმეს თუ გაუვლია აქცია იქნება თუ აქციის მიღმა რომ გაჩერდეს პარლამენტის წინ და დაიწყოს იმ კამერების დათვლა, რასაც ის ხედავს, დაითვლის დაახლოებით 40 კამერას 100 მეტრის რადიუსში. ყოველი მეოთხე დაყენებული კამერას აქვს სახის ამოცნობის სისტემისთვის საჭირო ფიდის გადაწოდების ფუნქციონალი. პარლამენტის შენობაზე არის განთავსებული თვითონ დაახლოებით 25-მდე სხვადასხვა სიმძლავრის და სხვადასხვა მიზნების და გარშემო მე უკვე ელექტროგანათების ბოძებზე და ასე შემდეგ. მე კიდე ხანდახან დრონები დაფრინავენ. პარლამენტის შენობიდან აშვებული დრონები. პირველი არის პარლამენტის წინ ეს ერთ სიგრძეზე 5 რო არის ჩამწკრივებული. ამ კამერის ჩანაწერი საერთოდ თვალით არავის არასდროს არ აქვს ნანახი. მტკიცებულებებშიც კი არ არის წარმოდგენილი. შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის მიზნებისთვის შედარებით უსაფრთხო კამერებია, რაოდენს საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს. უკვე ვხედავთ ბოძებზე დამაგრებულ კამერებს. სტაციონალურად არის განთავსებული და ხედვის კუთხეები არ ეცვლება. ამ კამერების ჩანაწერების ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებზე მტკიცებულებებში ნაკლებად გამოიყენება. თან ეს კამერები თავისი სიმაღლიდან გამომდინარე გონია, რომ სპეციალურად ამაგრებენ მაგას, რომ მოვლენები რო იძაბება ვიღაცას და ვიღაცას დაამტვრიოს ეგ კამერა, რომ მე უბრალოდ ციხეში გადაიყვანონ და რაღაცა 250 ლარიან კამერა 150 დაუმატონ სერვისის ღირებულება მოსახურების და ადამიანები დაიჭირონ. სამართალ დარღვევებში ყველაზე აქტიურად რაც მე გამოყენებული მინახავს და ხედავთ ყოველდღურად ეს არის ეგრეთ წოდებული შედარებით დიდი ზომის მბრუნავი კამერები რაც არის, რომელიც ბრუნავს თუ დააკვირდებით რუსთავის სასურველი არ არის რომ დიდხანს დააკვირდებით. ეგ არის კამერები, რომლებიც ეს მძღოლების ტერმინოლოგია რო გამოვიყენოთ, რომლებიც მაგრა წერს. იდენტიფიცირება როგორც წესი ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე. უშუალოდ პარლამენტის გადასწვრივ. მაგრამ მინახავს შემთხვევები, სადაც პირველი სკოლის წინაც მოხდარა ვიღაც იდენტიფიცირება და დაჯარიმება. ასტრონავტის ბაზაზე არის სიტუაციური თაღი, რომელიც სხვა შორის როგორც ვიცი ბრიტანეთის მხარდაჭერით გაკეთდა, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ესე ვიღაც ერთი თანამშრომელი ესე ბევრ მონიტორს უყურებს, სკროლავს და მერე თანამშრომელს ეძახით, რომ მოდი ამას ხო არ იცნობ, ვინ არის რაღაც ხო არ. ანუ ესე არ არის. მიღებული და ჩანაწერებს მე უკვე 112 ამუშავებს, ან წვდომას აძლევს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომელს, რომელიც ძის მერე და სავარაუდოდ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ეძებს იმ ადამიანებს, ვინ იყვნენ იქ და მერე უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას დაწერონ ეგრეთ წოდებული 5000 ლარიანი ჯარიმა.
ეს ყველაფერი ვიცით საქმის მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც წარადგენენ ხოლმე, წარადგენდნენ, იმიტომ რომ ახლა ამასაც არიზავენ ცოტა ხანში, თავიანთი დაწერილი ადმინისტრაციულ სამართალდამცავების საქმეებზე, ადასტურებდნენ რამდენიმე გარემოებას, პირველი ის, რომ ეს იყო 112-ის კამერები, მეორე ის, რომ მაგალითად კლიაშვილის საქმეზე დაადასტურეს ის, რომ ძებნა განხორციელდა ვიდეო ფოტო საშუალებით. ერთ-ერთ სხვა საქმეზე, რომელშიც ასევე ადვოკატად ვარ ჩართული, შსს წარმომადგენელმა მოიტანა განცხადება, რომელთაც ადასტურებდა, რომ მე თვითონ მქონდა დაშვება და მე ამოვიცანი, მე ვიპოვე ეს პირი სპეციალურ პროგრამაში, რაც ობიექტურად უმინა ვისაუბროთ, ეს არ არის 112 დაშვებას აძლევს ერთ-ერთ პირს, ეს პირი რომელ უწყებაშია სინამდვილეში არ ვიცით. სავარაუდოდ ვამბობ ახლა ამას მე, რაც კამერებიდან გამომდინარე ირკვევა, როგორც ეს პროცესი მუშაობს, არის ის, რომ კამერის ეგრეთ წოდებულ ფიდს მიყვება, კამერა საიდანაც იღებს, რომ შეტრიალდება ადამიანი, ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ მიეზუმოს ეს კამერა ამ ადამიანის სახე მოჭრას, დააფიქსიროს და აი ესე სხვადასხვა კუთხიდან იმუშაოს ამ ადამიანებზე, ვისი სახეც კარგად გამოჩნდება. სამიზნე არასდროს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მაინც და მაინც ვიღაც ცნობილი პირი იქნება, ესე არ არის. ვიღაცა ერთი კატეგორიის ადამიანი, ვიღაცა მეორე კატეგორიის ადამიანი, ვიღაცა პროფესიონალი, ვიღაცა რომელიც აქციებზე ყოველდღე დადის, ვიღაცა რომელიც კვირაში მარტო ერთხელ დადის. ყველა ტიპის და ყველა კატეგორიის ადამიანს და საზოგადოებრივ წრეში გააჩინო ის განცდა, რომ ყველა ხარ საფრთხის წინაშე აქ ყოველდღე იქნები, ერთი დღით მოხვალ, ნახევარი საათით გამოივლი. შო, მოვიდნენ, წავედი, წავედი. სავარაუდოდ პირველი ეტაპი არის ეს სახეთა იდენტიფიცირება. შემდეგ უკვე ამ სახეების გადამოწმება ბიომეტრიული მონაცემებით. იმავდროულად მე იქ ვიღაცამ უნდა იმუშაოს იმაზეც, რომ შემთხვევითი გავლილი არ დააჯერიმოს. ამ ყველაფერს აქვს თავისი დონეები. რეპრესია რა როდის რა დონეზე უნდა გააკეთო, რომ ზედმეტად მართვადი იყოს ეს მთელი სიტუაცია, მართვა არ გაგეცეს, მაგრამ თან ისე რომ მიზანს მიაღწიო და ნუ მთლიანობაში საზოგადოება უნდა გატეხოს, არის მიზანი. რუსეთმა ეს ყველაფერი გააკეთა დროში საკმაოდ გაწელილად. ბელარუსმაც ნუ იგივენაირად, მაგრამ საბოლოოდ კულმინაციური ეფექტი როცა იყო, თუ კულმინაციური ეფექტი შევადარებთ, ალბათ ძალიან კარგად ემთხვევა ბელარუსის ტაქტიკებს. ცოტა ხანი ჯარიმები და ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, სპეციალურად საცემად გამზადებული მარშრუტკების არსებობა, კონცენტრირება დარტყმების თავზე, რომ ძვლები დაიმტვრეს და ხილული იყოს დაზიანებები.
იმიტომ რომ მისი მეგობრებმა, მისმა ოჯახმა, თვითონ მან სარკეში რო ჩაიხედავს, კარგად დაინახოს რა დაემართა. ეს მთელი ეს მეთოდები, ძალიან წააგავს ბელარუსიულ მეთოდებს, რაც დადოკუმენტირებულია. ბელარუსშიც მათ შორის აქტიურად გამოიყენებოდა ეს დაჯერება ეს ყველაფერი, მაგრამ მათ შორის ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ანგარიშები მიუთითებს ბელარუსში არსებული, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემა და სახის ამოცნობის სისტემები ამ თვალსაზრისით. სტრატეგიული თანამშრომლობაა დაწყებული ბელარუსსა და საქართველოს სამართალ დამცავებს შორის. ბელარუსი, რომელმაც თავის პროტესტები რუსეთის FSB-ს აქტიური დახმარებით ჩაახშო, პირდაპირ იყო ფაქტობრივად რუსეთი იქ ჩარეული, როდესაც ეს მიდიოდა ადგილზე ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დონეზე. საქართველოს დღეს ვიცით ის, რომ გარე დადასტურებითაც ბელარუსთან აქტიურად თანამშრომლობენ, გარკვეული ინფორმაციის დაცვა გამოცვლა მიდის. აქ მეორე საკითხი ამ ყველაფრის კანონიერება, მასშტაბურ დონეზე ესენი აკეთო მაშინ, როდესაც დანაშაულს არ იძიებდა ჯარიმის გამოწერის გამო, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, შენ სახის ამოცნობის სისტემები და შავი სიები აამუშაო და ასე შემდეგ. კანონური პრაქტიკა არის ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში ხო არც ეს არ არის უნიკალური. მე ვარ გიორგი დავითური, ამჟამად მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ხალხი ითხოვს სამართალს! მანამდე მუშაობდი საჯარო სამსახურში. სამართალი ხალხს! საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩეველი ვიყავი. უფრო მანამდე მიმუშავე როგორც კერძო სექტორში, ისევე სხვა აკადემიურ სფეროებში. გიორგი დავითური. რაც შეეხება, ბოლო 3 წელს, ყველაზე турბულენტურ ფაქტობრივად 3 წელს. ამ წლების განმავლობაში მუშაობ არასამთავრობო სექტორში, საიდანაც საკმაოდ ახლოს ვუყურებ საქართველოს გატეხვის მცდელობის ოპერაციას, რაც ბოლო 2-3 წელია ჩვენ ქვეყანაში ხდება. ადმინისტრაციული ჯარიმა გზის გადაკეტვაზე ჩემთვის მე არ ჯერჯერობით არ მომსვლია, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ თვითონ მეც დამაკავეს 2 დეკემბერს, ანუ ამ აქციების მასობრივი დარბევები, როდესაც იყო მაშინ. ყველაზე მძიმე დამამახსოვრდა ამ დაკავების მომენტიდან, როგორ ავსებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყალბობს დასისხლიანებულ მაგიდაზე, სადაც მანამდე ჩემამდე ვიღაცა იყო აშკარად ბევრად ნაცემი და ამ სისხლიან პატარა მაგიდაზე ღიმილით და იმავდროულად როგორ ბრაზობდნენ სხვადასხვა რაღაც ძალიან ორდინალურ რუტინულ საკითხებზე. მაშინ, როდესაც რაყალბებდნენ ოქმებს, ნაცემი ადამიანების თვალწინ სისხლიან მაგიდებს. მიდი, მოუწოდე ხარებას და ნუ იგინება. ხა შენი უფროსია რა იცოდა. ხარება რომ მესურისერი გადაგასწრება. ხელი, არა, უნდა მოისმინოს. და მეორე ნაწილი, რაც ალბათ ყველაზე მძიმედ მახსოვს, ეს იყო სასამართლო, როდესაც სასამართლოზე შევედით. ადამიანურადაც კი არ უკითხავს მოსამართლეს თავისი ინიციატივით, ხო კარგად ხარ, ნაცემი ხო არ ხარ. მაშინ როცა იცის მან, რომ ყველა არის ნაცემი, როდესაც ხილულია დაზიანებები, სასამართლო ამითი არ ინტერესდება და მეტიც ხშირად იცნობენ, რომ ამაზე არ ალაპარაკონ. უთხრან, რომ ჩვენ ამას არ ვაფასებთ ეხლა და სხვა შემთხვევაში.
დღემდე რუსთაველზე განსაკუთრებით ყოველ საღამოს იკეტება რუსთაველის გამზირი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე და ყოველდღიურად ხალხი გამოხატავს ძალიან მშვიდობიან არაძალადობრივ პროტესტს. ამის საპირისპიროდ ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა საპასუხო ნაბიჯების გადადმა დაიწყო, რაც იყო გააქტიურება იმ რეპრესიული მექანიზმებისა, განსაკუთრებით ჯარიმების და ადმინისტრაციულად ხალხის დაპატიმრების სახით, ასევე პროტესტების განმავლობაში მათ სისხლის სამართლებრივი დევნაც განახორციელეს ათეულობით ჩვენს მოქალაქეზე, ისინი არიან სინდისის პატიმრები და სხვადასხვა ვადით მათ მიესაჯათ პატიმრობა. რუსთაველზე დგომა უნდა წარმოვიდგინოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი ეს არის თვითონ დგომა პარლამენტის წინ, ან გზის გადაკეტვა. დღესდღეობით, რაზეც ჯარიმები განსაკუთრებით ეს 5000 ლარიანი ჯარიმები იწერება ამ გზის გადაკეტვის გამო. შეიძლება საერთოდ არ ჩამოდგათ ის ფეხი და ისეც შეიძლება დაგიწერა. დამიკავშირდნენ სასამართლოდან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რომ ჩემზე იყო შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, რომელიც გულისხმობდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. ჩემ შემთხვევაში ეს იყო 4 საქმე 23 და 24 დეკემბერს და 4 და 6 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ყველა შემთხვევაზე იყო საერთო კადრი, ანუ ვიდეო კადრი, ისევე როგორც ფოტო კადრი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის და შემდგომ უკვე ძალიან ისეთი ვიწრო კადრი, რომელიც ჩემს რუსთაველზე დგომას ადასტურებდა. უშუალოდ გადაკეტვის მომენტში არანაირი მაიდენტიფიცირებელი, რომ მე იქ მონაწილეობდი, არ არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემდგომ უკვე სასამართლომ მიიღო როგორც ჩემი გადაკეტვაში მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტი. გიორგი კლდიაშვილის საქმეში იმგვარი საქმის მასალები იყო ჩადებული, გულწრფელად რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იყო, როდესაც მისი სამართალდარღვევის ოფი მუშავდებოდა რაღაც ფოტოების სიგარით და ასე შემდეგ. მთლიანობაში ეს კარიკატურა იქნება, ეს სიგარის ფოტო იქნება, ეს მდიდარი ენჯეოების ეს ბრძოლა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ფლანგზე. ეს ადმინისტრაციული ჯარიმებიც, ეს რეპრესიაც არის ერთგვარი შუალედური გარდამავალი რგოლი.
ჩემი რუსთაველზე დგომის კადრებსა და ანუ გადაკეტვის კადრებს შორის, რომელიც წარმოდგენილი იყო დაახლოებით 25 წუთიანი ინტერვალი და ხალხის რაოდენობა რუსთაველზე იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, უბრალოდ 4-ვე საქმის ერთობლივად განხილვის შედეგად მოსამართლემ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჯარიმის სახით არა 4-ჯერ, არამედ ერთხელ დამაჯარიმა, ანუ ეს თანხმის პრინციპით 5000 ლარი. ჩვენ რადგანაც ორგანიზაციულად მონაწილეობთ მოქალაქეების უფასო დახმარების ქსელში, ჩვენს გვაქვს არაერთი მიმდინარე საქმე. დღეს მოგიმზადეთ ლექცია საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებით. თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული? ძალიან ბევრი საქმე არის, ასობით ესეთი საქმეა, დაახლოებით 600-ზე მეტი საქმეა, რომელიც ეხება რუსთაველის გამზირის თუ სხვა ქალაქის სხვა ადგილებში ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვის საკითხს და მინიმალური რაც სასამართლომ მიიღო, როგორც სასჯელი და ანუ ამის გადაწყვეტილების სახით ეს იყო გაფრთხილება, რაც არის ძალიან იშვიათი შემთხვევა და უმეტესად ეს არის ფულადი გადასახდელი, რომელსაც სასამართლო უწესებს მოქალაქეებს. ID-Five-ზე, სადაც გიორგი კლდიაშვილი მუშაობს, მეც მუშაობ ამ ეტაპზე მთლიანობაში 8 სამართალდამრღვევა არის მის თანამშრომლებზე გამოწერილი უკვე, მათგან ყველა აბსოლუტურად ერთის გარდა არის ამ გზის ეგრეთ წოდებულად გადაკეტვაზე. გიორგი კლდიაშვილი პროფესიით გახლავართ სპეციალობით ისტორიკოსი, ვარ უახლესი ისტორიის კვლევარი, ჩემი ფოკუსი არის სტალინური პერიოდი და სტალინური რეპრესიები. ამავდროულად მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, მოკლედ ეს არის IDFI, მისი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ეს ორგანიზაცია მუშაობს ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ეხება კარგ მმართველობას, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, სოციალური და ეკონომიკური საკითხები და დეზინფორმაცია და საბჭოთა კვლევების ორგანიზაციის ერთ-ერთი თემატური მიმართულება. მახსოვს 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კომუნისტური პარტორგანოების არქივში, რომელიც იმელის შენობაში ინახებოდა. აქვე მოკრძალებით ვიტყვი, რომ ჩემის მონაწილეობითაც და დამსახურებითაც მას შემდგომ, რაც იმელის შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიყიდა და მოხდა მისი პრივატიზაცია, იქ არსებულია ეს უმნიშვნელოვანესი არქივი მე-20 საუკუნის, რომელიც მე-20 საუკუნის მასალებს შეიცავს, მოხდა მისი გადატანა სატელეკომუნიკაციო კომპანიის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მუხიანში არის და შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს და ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანესი არქივი მართალია უკვე ფრაგმენტულად დარჩენილი, რადგანაც დიდი ნაწილი ყოფილი კგბ-ს, ანუ უშიშროების კომიტეტის არქივის განადგურებული არის თბილისის ომის პერიოდში, ნაწილი გატანილი იქნა საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის უშიშროების მიერ 90-იანი წლების დასაწყისში და სისხლის სამართლის საქმეების ნაწილი, რომელიც გადაურჩა, ისევე როგორც სხვა დოკუმენტები,
არის მოთავსებული ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, ოღონდ ერთ-ერთ ფონდში, რომელშიც ინახება ეს ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივი. და ეს დოკუმენტები აღწერენ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებს და 37-38 წლის რეპრესიები, რომელიც იყო ყველაზე მასშტაბური თავისი რაოდენობით, ამის რაღაც ნაწილზე შესაძლებელი არის წარმოდგენის შექმნა. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს წარმოდგენას თუ როგორი იყო საზოგადოებაც იმ პერიოდში, როგორი იყო ძალოვანი, ანუ საგამოძიებო სტრუქტურები, როგორი იყო სასამართლო. მამას რა უწერია იცით იმაში? საშინელის სიტყვა რა სტრიალი. და დანაშაულეს რომ გერმანიის ჯაშუში იყო. პირველი ახლა იმისათვის რა მოხდა 27 წელს ჩემი რეაქცია. დედაჩემის მონოპოლია, რომ ერთადერთი დროს ღამის 2 საათზე ახლობით ვიძებდი და ვითხოვდი მამას. 37 წელი საქართველოში იჭერენ ამდენ ხალხს. ვინმე გამოვიდა? ვინმე სიტყვა თქვა? არა, გაჩუმებული იყო თბილისი და დედის მოგონებებში, აი დედას მოგონება აქვს, რომ როდესაც მანქანებით გაყავდათ ამ სატვირთო მანქანებით, როგორც ჩუმად იდგა ხალხი გზაში, კაცები ქუდებს სიხდიდნენ და თავს უხდიდნენ ჩუმად. აი ეს შიში და ეს შიში არის იმის მომასწავლებელი, რომ თითქმის მხარს უჭერ იმას, რაც ხდება. ასევე როგორი იყო დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ დაპატიმრებული როგორც ხალხის მტრები. ხედავთ ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ ყველანაირი საფუძვლის გარეშე ადამიანებს ადანაშაულებენ აგენტობაში, მოღალატეობაში, რომლებიც უბრალოდ პირდაპირ იზიარებენ აი სახელმწიფოს ესეთ ჩაგვრელ პროპაგანდას. საზოგადოებაში რომ შეექმნათ შიში, შეექმნათ განწყობა თავიანთი არასწორი ქმედებების გამართლების, იგონებდნენ რომ უმეტესად ესე იგი ადამიანებს ბრალსდებდნენ სხვადასხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, აგენტობაში, დივერსიების და ტერაქტების ორგანიზებულ დანაშაულში. ეს ყველაფერი დაფუძნებული იყო როგორც იდეოლოგიურ დამუშავებაზე, ანუ პროპაგანდაზე, იმისა რომ საბჭოთა კავშირს, საქართველოს ხო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, ის იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ებრძოდა კაპიტალისტური სამყარო, მათ უნდოდათ ამ ქვეყნის ძირის გამოთხრა, ამაში ეს ადამიანები მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა კაპიტალისტური ქვეყნის სხვადასხვა კონკრეტული სახელმწიფოების ჯაშუშები, ამავდროულად კომუნისტურ რეჟიმს, საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს, ანუ ბოლშევიკურ რეჟიმს ებრძოდა ტროცკი და მისი იდეოლოგია და ესეც იყო ერთ-ერთი ბრალდების საკითხი. ანუ ეს იყო იდეოლოგიური მომზადება საზოგადოებაში, რომელშიც ჩართული ყავდათ მეცნიერები, აკადემიკოსები, მწერლები, ჩამოყავდათ უცხოელი, აი ესეთი გავლენიანი ადამიანები. რეპრესიებამდე მივიდა რეჟიმი, თორე თავდაპირველად ესეთი მასშტაბის არ ყოფილა. ვიღაცეები ქვეყნიდან გააძევეს, ვიღაცეები გააჩუმეს, ვიღაცეები სამსახურიდან განდევნეს და როდესაც მოხდა უკვე
მთლიანად ყველანაირი ოპოზიციური ძალებისგან გაწმენდა და ძალაუფლების კონსოლიდაცია მოხდა ერთი ჯგუფის და ერთი პიროვნების ხელში, მათ უკვე ყველანაირი საშუალება მიეცათ იმისთვის, რომ რადიკალურად გაეწმინდათ საზოგადოება სრულად, მათ შორის უკანონო რეპრესიებით, დახვრეტებით და ადამიანების გადასახლებით. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც მიიღო ამ რეჟიმმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტის გამოწერა შეუძლია პირდაპირ სასამართლოს გარეშე და მოქალაქეს უწევს უკვე თავის გამართლება სასამართლოში, თავის მხრივ სასამართლოს უნდა მიმართოს მოქალაქემ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანალოგიურად მოხდა ძალიან გამარტივებული პროცესით ეგრეთ წოდებული სამეულების ამოქმედება 27-38 წლებში, რომლებიც მარტივი საქმის წარმოებით ასამართლებდნენ ადამიანებს. წერილი რომ მიწერა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომ გადატვირთულობის გამო სჭირდება დამატებითი ხალხი. ანალოგიური წერილი არის 37 წლის, რომ იმისი ბერიასი სტალინის მიმართ ითხოვს მარტივი საქმის წარმოებით ამ სიაში მყოფი ადამიანების გასამართლება. უმარაგება ძალიან რთული იქნებოდა, ხო? ანუ ფრონტი და ზურგი ძალიან დაშორდა ერთმანეთს. შესაბამისად, თბილისის არსენალში არსებული ტყვია-წამლის და იარაღების დიდი ნაწილი გადაიტანეს უფრო ფრონტთან შედარებით ახლო რეგიონებში, რაც უნდა ქონოდა იმის 1.8%. აი ეს მსგავსება, რომელიც არის 37 წლის ზოგადად გინდ სამართალწარმოება, გინდა ის განაჩენების სიმარტივე, მოქალაქეების დევნა სხვადასხვა. მიზანი არის ერთი, დააშინო იმისთვის, რომ აღარავინ იყოს ხმის ამომღები და შენ მარტივად აკეთო ის, რისი სურვილიც გაქვს. ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ამ პროპორციული საგადასახადო სისტემის ნაცვლად, უნდა დაინერგოს პროგრესული საგადასახადო სისტემა. ბევრი იყო დასმენა, ბევრი იყო უბრალოდ ანგარებით გაკეთებული ნაბიჯები. თუ ეს იყო შიშიდან გამოწვეული ფაქტორი, იყო ესეთი ისტორიები, როდესაც ძმა თავის ძმის საკითხზე წერს წერილს ბერიას, რომ ანუ ის დაპატიმრებულია ძმა, მიუხედავად იმისა, რომ ის უბრალოდ ბუნებრივად მისი ძმა არის, ის ყველანაირად გმობს მას, მისი ჩადენილი საქმეებიდან გამომდინარე, ამან არ უშველა ამ ადამიანს და ისიც დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს. და ტრაგედია კიდე უდიდესი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, რომ 10,000-ზე მეტი ადამიანი არის დახვრეტილი 27-38 წელს და ჩვენ არ ვიცით აი ამ ადამიანების დამარხვის ადგილი. ერთადერთი ადგილი არის აღმოჩენილი ბათუმთან, ესეც მოხდა არა სახელმწიფოს, არამედ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის და ჩვენი როგორც სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების ჩართულობით აი ამ ადგილის დათვალიერება, სამარხების აღმოჩენა და ამოსვენება ამ დახვრეტილი ადამიანების, ამაშიც ჩვენ დაგვეხმარნენ ევროპელი პარტნიორები. სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ჩვენი წინაპრების დამარხვის ადგილი. ანუ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მიდგომას ძალიან კარგად აჩვენებს იმ წარსულისადმი, რომელიც ნამდვილად შესასწავლია და სამწუხაროდ ამ მხრივ არაფერი არ კეთდება. პირიქით დღესდღეობით ის არქივები, რომლებიც დიდი ძალისხმევით გადავარჩინეთ და გავხსენით, დღეს აღარანაირად აღარ არის ხელმისაწვდომი და დახურული არის
ჩვენს კვლევარებს, რომლებიც 37-38 წელზე და ზოგადად საბჭოთა პერიოდზე მუშაობდით, იქ შესვლა უკვე გვეგზავნება და აღარა გვაქვს ამის საშუალება, რომ ვიმუშაოთ. რაღაც ისეთი ფორმალისტური საბაბით არქივები დახურული არის, სხვადასხვა მიზეზს იგონებენ. აი ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე დახურულია. კიდევ ერთი რომელსაც შეიძლება